მოგესალმებით პატივცემულო ტელემაყურებლებო, იურიდიული საათი კვლავ დაბრუნდა თქვენთან ერთად. ვაგრძელებთ რუბრიკას სამართალი და კანონი. გახსოვთ თქვენ მოწვეული ყავდა ჩვენ წინასწარმარი, გახლავთ პროფესორი ბატონი ოთარ გამყრელიძე, ჩვენ ვისაუბრეთ სამართლებრივ მაგალითებზე, ვისაუბრეთ ცოტა საინტერესო ისეთ უჩვეულო, ესე ვთქვათ, ყოფით მაგალითებზეც. ჩვენ ვაგრძელებთ შემეცნებით ფორმატს, შეიძლება ითქვას, იმდენად, რამდენადაც ჩვენი მაყურებლისთვის არის განკუთვნილი სწორედ სამართლებრივი ცნობიერების მეამაღლება უფრო, შეიძლება ცოდნაც კი, რამდენადაც ჩვენი სპეციალისტები, რომელიც მოწვეული იქნებიან ჩვენ სტუდიაში, თქვენთან ერთად ისაუბრებენ სწორედ სამართალზე და კანონზე. ჩვენ გვექნება მომდევნო რუბრიკებით, რომელზეც ასე ვთქვათ, გვექნება საუბარი, მე ამის შესახებ პირველ გადაცემაშივე გესაუბრეთ თქვენ. ამჯერად მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი სტუმარი, ბატონი რამაზი კვარაცხელია, რომელიც გახლავთ იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და მისი ასე ვთქვათ პოზიცია დღევანდელი მისი საუბრიდან მომდინარე უფრო საინტერესო გახდება. მოგესალმებით ბატონო რამაზ, მობრძანებისათვის რომ დაგვითმეთ ჩვენ დრო და მინდა ასე ვთქვათ როგორც შესავალში ვახსენე სამართლის შესახებ ვისაუბროთ რამოდენიმე წუთი თუ შეიძლება. ეს შეიძლება იყოს ცოტა ასე ვთქვათ განკოლწილად არა მომაბეზრებელი და არაეფექტური, თუმცა სამართლის დანიშნულება თვითონ იმდენად მნიშვნელოვანია საერთო ცხოვრებაში და ქვეყნის შენებლობაში, საზოგადოების, ასე ვთქვათ, განვითარებაში, წინსვლაში და ნებისმიერ ურთიერთობებში, რომ შემდგომ ხდება ადამიანი შედეგებიდან მომდინარე და ყოველთვის სურს რომ რაღაცა უკან, ასე ვთქვათ, შეიძლება ბჭყალებში ვთქვათ, გადმოახვიოს უნდა ეს ურთიერთობა და თქვას რომ ისი რა, ნეტა ასე მოქცეულიყავი, ან ნეტა ეს არ გამეკეთებინა, ხო? ჩვენი, ყველა სტუმართან ვცდილობ გავაჟღერო, რომ იურიდიული ცნობიერების ამაღლებაზე არის უფრო აქცენტი ამ შემთხვევაში. მინდა გიკითხო პირველი თქვენთან ესეთი მარტივი კითხვა დასვა, რომელიც მაყურებლის თქვათ იულად გასაგები. ამას რა შეიძლება თქვა სამართალი კითხვა შეიძლება დავსვა და შემდგომ და მისი არსი და დანიშნულება. სხვადასხვა საქმე მინდა თქვა, რომ ჩვენს ასე ვთქვათ მაყურებელს, რომელიც არა იურისტები არიან მაგალითად და ჩვენ ყოფით ცხოვრებაში მოგვისმენია, სამართალი არ ასოცირდება ყველა შემთხვევაში იურიდიულ კუთხესთან. არსებობს ხო სამართალმა პური ჭამა ვთქვათ, იქ რაღაც სამართლიანობა და აღარ ჩამოთვლი, მაგრამ მოდით თუ შეიძლება იურიდიული კუთხე უთხრათ ჯერ მაინც, იმიტომ რომ შეიძლება იმდენად დაუახლოვონ აი ეს თავიანთი დამოკიდებულება, რასაც ეძახიან მას და ახლოს იყოს იურიდიული კუთხე და მათი ცნობიერება, რასაც გულისხმობენ. აი ამაზე მინდა რომ პირველ რიგში ამით დავიწყოთ თუ შეიძლება. კი ბატონო, მოგესალმებით თქვენს ტელემაყურებელს და მადლობა მინდა გითხრათ მოწვევისთვის. სამართალი რო განმარტოთ ესე ვთქვათ, სამართლის უამრავი განმარტება არსებობს, მაგრამ ერთ-ერთ ვიტყვი იმას, რომ სამართალი არის ქცევის წესების ერთობლიობა, რომელიც აწესრიგებს ბუნებრივი საზოგადოებრივ ურთიერთობას და ამ საზოგადოებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კანონიერ ინტერესებს აგვარებს. სახელმწიფოში ბუნებრივია, რომელიც არსებობს, თუნდაც ავიღოთ ჩვენი სახელმწიფო ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფო, სამართლის გარეშე წარმოუდგენელია მისი არსებობა. რატომ? სამართალი არსებობს როგორც ქცევის წესების ერთობლიობა, მაგრამ ამ ქცევის წესებს სჭირდება შემდგომ დადგენა და სჭირდება სანქციონირება. არსებობს ორი გზა მისი რეალიზაციის. რა შეიძლება იყოს თქვა დადგენა? დადგენას აქვს მაშინ ადგილი, როდესაც ჩვენ საზოგადოებაში არ აგვაქვს რაღაც ნორმა, არ არსებობს რაღაც კანონი, რომელიც აწესრიგებს. წესი ხო ამ ენაზე რო თქვა, ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმა, რომ თქვა ეს განპირობებულია იმით, რომ თქვა არ ქონდა თქვა ამ საკითხთან დაკავშირებით შეხება. აი მაგალითად ავიღოთ კიბერდანაშაული. ბუნებრივია ეს ახალი სფეროა და ამიტომ კომპიუტერული დანაშაული. ბუნებრივია ამ საკითხის მოსაწესრიგებლად უნდა დადგინდეს რაღაც ნორმები. და არსებობს თქვათ სისხლის სამართლის კოდექსში რაღაც ნორმა, რომელიც ამ საკითხს აწესრიგებს. როცა არ იყო კომპიუტერები, ბუნებრივია ეს ნორმა არ იქნება საჭირო. კომპიუტერი არ იყო და წარმოადგენაც ძნელი იყო ამ საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ არსებობს ისეთი ნორმები, რომელსაც სჭირდება სანქციონირება. მაგალითად, რას ნიშნავს სანქციონირება მაყურებლისთვის? სანქციონირება ნიშნავს იმ შემთხვევას, როდესაც ადგილი აქვს საზოგადოებაში არსებულ ადათ წესების, თქვათ მორალის ან სხვა
ზნეობრივი ნორმების და ნორმებში არსებული ჩვეულებების ან წესების გადმოტანას უკვე ნორმატიული სახით კანონმდებლობაში. მაგალითად, შეიძლება გაუკვირდეს მსმენელს, მე ამ შემთხვევაში გულისხმობ იმ ადამიანებს, ვისაც სამართალთან შეხება არ აქვს, თქვა იურისტები შეიძლება. რა თქმა უნდა, ესენიც ვიყურებენ ჩვენ. მაგრამ განზრახ მკვლელობა ეს სანამ ეს კანონი იქნებოდა მიღებული, მანამდეც არსებობდა მისი აკრძალვა. ბიბლიაში წერია, რომ არა გასკლა. მაგრამ არ არსებობდა ამისთვის თქვა ისეთი სანქცია, როგორიც თქვა სიცილისამართლის კოდექსშია. ანუ მაშინ არ არსებობდა ნორმა. ბუნებრივია, ნორმა არ არსებობდა ისეთი, როგორიც ნორმა არის სიცილისამართლის კოდექსში. ამგზალავი ნორმა. თუმცა ზოგიერთი მეცნიერი ამბობს, რომ სიცილისამართლის კოდექსი შეიძლება არც კი გზალავდეს რომელიმე ქმედების ჩადენას. მაგრამ სიცილისამართლის კოდექსი რომ ისეთ ნორმებისგან შეიცავს, ისეთ ნორმებისგან შედგება, რომელიც გრძალავს გარკვეულ ქმედებებს და ამას აქვს თავისი პრევენციული დანიშნულება, ხა ამაზე ბუნებრივია ჩვენ არ ვიდავებთ. ამიტომ სამართლის არსებობა სახელმწიფოსთვის ბუნებრივია მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს აწესრიგებს ამ ურთიერთობებს. სხვათა შორის იურისტების გარდა სამართალი ნებისმიერ სფეროში არის მნიშვნელოვანი. რას არგებს ეს მოქალაქეს ან სახელმწიფოს ან საერთოდ მე რას მარგებს ეს ხო მე ხო იურისტი ვარ კი ბატონო მე აქ თქვენთან კამაც არ ვაპირებ ამ შემთხვევაში ბუნებრივია აქ ეს ბუნებრივი კითხვაც არის რისთვის გვჭირდება ჩვენ სამართალი მის გარეშეც ჩვენიურად შეიძლება რაღაცები მოვაღვარო ხო ეს იმ შემთხვევაში როდესაც თქვათ თქვენ ხართ ისეთი ძალის მქონე ან ისეთი შესაძლებლობები გაქვთ რომ თქვენ გარშემო მყოფი ადამიანები თქვენ ვერაფერს ვერ დაგაკლებენ მაგრამ ნახეთ, ანუ დაცული ვარ. დაცული ხარ რაღაცა მექანიზმები. მაგრამ როდესაც სახელმწიფო არსებობს და სახელმწიფოში ჩვენ გვაქვს პრეტენზია რომ არსებობდეს სამოქალაქო საზოგადოება და სწორედ იმ განმანათლებლებმა, ფრანგებმა, რომლებმაც თქვენს რომ აუცილებელია არსებობდეს საზოგადოებას და სახელმწიფოს შორის გარკვეული ხელშეკრულება, მე როგორც მოქალაქემ უნდა დავთმო გარკვეული უფლებები, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ჩემი შემდგომი განვითარება და ანუ ჩავება იმ ფერხულში, რომელიც წესებს ეხება, ხო? ანუ წესების ფერხულში ერთგვარი, ხო? აი მარტივი მაგალითი შეიძლება ამისთვის ვთქვათ. მაგალითად მე მინდა რომ ვიმოძრაო, ანუ საგზაო მოძრაობის წესები იყოს დაცული და ამისთვის ეს იმისთვის მჭირდება რომ ვთქვათ მე დროზე ადრე მივიდე თქვათ სამსახურში. ან დროულად, ხო, ნუ თუნდაც დროულად მივიდეს, ანუ ყოველ შემთხვევაში არ დავიგვიანო. დიახ, კი ბატონო. მაგრამ ნახეთ ახლა მეორე საკითხია. თუ კი სახელმწიფომ არ მოაწესრიგა ამ შემთხვევაში საგზაო მოძრაობის წესები, წითელი არა ინტო, მაგრამ მე ამ შემთხვევაში მიყენებს პირობას, რომ წითელი როცა აინთება მე უნდა გავჩერდე. დიახ. ანუ ესე მე რაღაცა შეზღუდვაზე ვარ თანახმა. ანუ ბატონო შეიძლება ასეთი თქვა რომ არც კი მაწყობს რომ მე სამართლე ანუ წესები რო არ იყოს ეგეც არ მაწყობს შეიძლება უფრო მეტი პრობლემა მქონდეს ხო მე შეიძლება მაწყობს რომ სუნწვანეზე ვიარო თქვა დიახ მაგრამ ეს აუცილებელია იმისთვის რომ თქვენც იაროთ მწვანეზე იმიტომ რომ თუ მე სუნწვანეზე ვივლი მოწინააღმდეგე ანუ სხვა გზიდან მომავალი ვერ ივლის მწვანეზე იმიტომ რომ მოხდება ავტოსაგზაო შემთხვევა ჩვენ ვსაუბრობთ მოდიშ პრიმიტიულად ვამბობ ეხლა მას ძალიან ესე თქვა მაგრამ ამ შემთხვევაში ამის დაცვა აუცილებელია, ჩემი უფლებების დაცვა აუცილებელია და თქვენი უფლებების დაცვა აუცილებელია, იმიტომ რომ როდესაც დადგება საკითხი იგივე უფლების შემთხვევაში, მე უნდა მქონდეს იმის თქვის საფუძველი, რომ აქ ადამიანის უფლება არის დარღვეული და ამის დაცვა არის აუცილებელი. ანუ გამოვიყენო ის წესი, რომელიც შევთანხმდი სახელმწიფოსთან ერთად, ისე როგორც შენ გინდა რომ მოგექცნენ. კი ბატონო, შეიძლება ასე ითქვას. კი ბატონო. თუ ამ პრინციპს დაიცავს ყველა, მაშინ იქ საზოგადოებაში რაიმე პრობლემა არ იქნება. ანუ ამ კუთხით სამართლიანობის დაცვის კუთხით პრობლემა არ იქნება. და ესეც იქნება შეიძლება სახელმწიფოს და საზოგადოების შენებლობის განვითარების და შენებლობის იდეალური საფუძველი. ზოგჯერ არის შემთხვევები, როდესაც ვამბობთ, რომ ეს უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, ეს უნდა გააკეთოს სახელმწიფომ და ასე შემდეგ. მაგრამ არავინ არ ამბობს იმას, თუ რა ვალდებულები გვაქვს ჩვენ ამ შემთხვევაში მოქალაქეს. შეიძლება შემთხვევები, როცა ჩვენ ვარღვევთ რაღაც წესებს. ძალიან ბევრი შემთხვევა, როცა მოქალაქემ არ იცის მისი უფლებები და ვალდებულებები. და ამისთვის სამოქალაქო განათლება არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე შეგნებულად ვსაუბრობ ერთგვარ AI-აზე, რომელიც შეიძლება ნაწილ მაყურებელს გაუკვირდეს კიდევაც, განსაკუთრებით იურისტებს გაუკვირდებათ ალბათ იმდენად რამდენადაც ჩვენ ვსაუბრობთ აი სწორედ იმ პირველ ნაბიჯებზე, მაგრამ იურიდიული საათი არის განკუთვნილი ბუნებრივია არა მხოლოდ იურისტებზე და არაიურისტებზე, ასევე სწორედ ამ არაიურისტებში სკოლის მოსწავლეებზეც კი და აბიტურიენტებიც ჩვენ გვიყურებენ, ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ქცევის წესების ერთობლიობაზე არის ლაპარაკი, როცა სამართალზე ვლაპარაკობთ და მინდა აქვე კიდევ ერთი კითხვა დავსვა, სწორედ ჯერ ვისაუბრეთ იმაზე, რომ
რატომ უნდა გამოიყენოს ხო სამართალი ადამიანმა, რატომ ურჩევნია რომ გამოიყენოს სამართალი? იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც სამართალს არ იყენებენ. მეტიც კიდევ, მათ არც კი მოწონთ. ეხლა მე გამოგიტყდებით თავში და ჩემი სტუდენტობის პერიოდშიც კანონები ჩემთვის სიმპათიური ნამდვილად არ იყო. ანუ სიმპათიურად არ გამოიყურებოდნენ, უფრო სამი მუშკეტერი უფრო მომწონდა, ჯერ კიდე მანამდე და მერეც უფრო, ანუ სხვა ხატრული ლიტერატურა. მაგრამ როდესაც ნელ-ნელა ასე ვთქვათ, მიმართულება მოდის, ანუ შენი ცნობიერება რაღაც კუთხით უკვე სხვა, ანუ მიმართულებას იძენს, ამ დროს იურისტად როცა ყალიბდება ეს ადამიანი იქნება, ეს ექიმი, ნებისმიერი სპეციალისტად როცა უკვე. ამ შემთხვევაში გარკვეული, ასე ვთქვათ, ნელ-ნელა ვალდებულებები წარმოიშობა. მე რა მინდა ვიკითხო, ასე ვთქვათ, რა ვიცით ჩვენ, ანუ სამართლის მცოდნეობის შესახებ ჩვენს, ასე ვთქვათ, ყოფა ცხოვრებაში ჩვენს თუნდაც სტუდენტებში, აბიტურიენტებზე ლაპარაკი, სკოლის მოსწავლეებზეა. აი მაგალითად თქვენ მე როგორც ვთქვი თქვენ ლექტორიც ბრძანდებით და თქვენ მეცნიერი ხართ და თქვენ წლების განმავლობაში მუშაობდით და დღესაც იკვლევთ კიდევ და აგრძელებთ არაერთი ლიტერატურის ავტორი. ამ კუთხით როგორ უყურებთ თქვენ სამართლის მცოდნეობის სწავლება? როგორ სად მიმდინარეობს, რამდენად საჭიროა, იმიტომ რომ ეს ხომ არ არის რაღაცა დანამატი. იმიტომ არ არის რომ წეგან ვისაუბრეთ, მე სწორად იმიტომ დავსვი ესეთი კითხვები. რატომ არის საჭირო თქო? მე მინდა აი ამაზე ორი სიტყვა გითხრათ თუ შეიძლება, რომ სამართლის მცოდნეობის სწავლების კუთხე როგორია ჩვენ. მე მასწავლდნენ სკოლაში სამართალმცოდნეობას. დიახ, მეც. იყო 3 ესეთი ბროშურა იყო, ინსკრიბლის რედაქტორობით. ბატონო გივის. მე შემიძლია ვთქვა, რომ ამ სამართალმცოდნეობის ამ გაკვეთილებმა თქვათ, გარკვეულწილად განსაზღვრა როლი ითამაშა რაღაცა ამ სპეციალობის არჩევა. მაგრამ ეს მარტო ბუნებრივი ამის დამსახურება არ იყო, პედაგოგსაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ვინ ასწავლის ამას, რა კუთხით ასწავლიან და როგორ. დღეს მე რამდენადაც ვიცი, სამართალმცოდნეობა როგორც ასეთი არ ისწავლება, მაგრამ ისწავლება თქვათ სამოქალაქო განათლება. სადაც არის ისეთი საკითხები, როგორიც არის თქვათ საზოგადოება, სამოქალაქო საზოგადოება, პიროვნების როლი საზოგადოებაში, სახელმწიფო მოწყობა, თვითონ სახელმწიფოს სტრუქტურა. იქ არის თქვათ საუბარი ისეთ თემებზე, რომელიც საჯარო სამართლის მიმართულებას განეკუთვნება. არის ასევე ადამიანის უფლებებზე საუბარი. ძალიან დიდი თემაა. ეს თემები ისწავლება სკოლაში. ეს ისწავლება რამდენადაც ვიცი მე-10 კლასში. და ეხლა არის საუბარი რამდენადაც მე მოვისმინ ერთ-ერთ არხზე, საუბარია რომ შეიძლება ეს მე-3 კლასიდან ასწავლონ ბავშვებს. და მე ვფიქრობ რომ კარგი იქნება თუ ჩვენ მივცემთ საშუალებას სკოლიდან რომ გქონდეთ შესაძლებლობა გაეცნონ იმ ლიტერატურას, იმ საკითხებს, რომელიც ეხება სამართალს, რომელიც ეხება სამოქალაქო საზოგადოებას, სახელმწიფო მოწყობას, იმიტომ რომ ჩვენ სტუდენტებს, ასევე სკოლის მოსწავლეებს უნდა მივცეთ საშუალება რომ მათ გქონდეთ თავისუფლად აზროვნების შესაძლებლობა. აზრის გამოხატვის თავისუფლება. ასევე გქონდეთ კრიტიკული აზრის გამოხატვის უნარის ჩამოყალიბებაში უნდა შეუწყოთ ხელი და აი ასეთი საკითხების სწავლება ბუნებრივია მნიშვნელოვანი არის. ბატონ რამოს, გავლენა შეიძლება თუ არა იქონიოს მოსწავლის, ანუ ადამიანის დის პროცესში სამართლისადმი დამოკიდებულება მომავალში. ანუ შეიძლება სამართლისადმი დამოკიდებულება იყოს უარყოფითი, მაგალითად. არის მაგალითად სტუდენტებს რო აკვირდებით თავიდან რომ მოდიან თქვათ ზოგი ამბობს რომ ამისგან იურისტი არ გამოვა, ამისგან თქვათ სამწუდი და ახალგაზრდობა მოდის და არის ხოლმე შემთხვევა რომ სწორედ ასეთი სტუდენტებისგან ყალიბდება საკმაოდ აქტიური და ცოცხალი სპეციალისტები. იმიტომ რომ თუ ადამიანს არ მიეცა საშუალება გაეცნოს თუ რა არის სამართალი, თუ რა არის კანონი, მისი დადებით და უარყოფითი მხარე. როგორ გინდათ რომ ეხლა მოსთხოვო ვიღაცას კანონის შესრულება. აი ეს კანონი ახსენეთ ეხლა და სწორედ მეორე ბლოკში გვექნება კანონზე საუბარი და ამაზეც მინდა რომ ჩვენმა მაყურებელმა, რომელიც არაიურისტებმა დაუკვირდნენ სამართალი რატო არის, მაგალითად თავში რატო საუბრობთ ჩვენ დღეს ანუ ამ წუთებში სამართალზე და რატომ ვისაუბრებთ კანონზე, რატო არა ერთად, ხო? ხა აქ არის ერთი საკითხი. სამართალი პირამიდა რო თქვათ რომ არის პირამიდა. წარმოვიდგინეთ ბატონო სამართალი და ამ პირამიდის ჩაშლაში არის ის ნორმატიული აქტები, ანუ სამართლის დარგები, რომელიც აწესრიგებს ამ სამართლებრივ ურთიერთობას. აქ არის სიხლის სამართალი, აქ არის სამოქალაქო, საგადასახადო და ნებისმიერი დარგი. თუ ესენი გამართულია და ემსახურება იმ ბუნებითი უფლებების, რაც ადამიანს თქვა სიცოცხლის უფლება, იქ თქვა საკუთრების უფლება, აი ამ უფლებების პატივისცემას ემსახურება და ამის დაცვას ემსახურება. მაშინ სამართალი არსებობს.
თუ არა, მაშინ ჩამოინგრევა ეს პირამიდა და სამართალი აღარ იქნება. დიახ. მე მინდა თქვენ რამოდენიმე სიტყვა გითხრათ სამართლის ისეთ ასე ვთქვათ მიმართულებაზე, როგორც არის საჯარო სამართალი. ჩვენმა მაყურებელმა ესეთი ტერმინები ჩვენ მაყურებელს შეიძლება არ იყოს ადვილად აღსაქმელი, ნუ კერძო სამართალი არსებობს, ხომ არსებობს საჯარო სამართალი, ეს მე პირობითად ასე ვთქვათ, თუმცა ამაზე ბევრი სპეციალისტი საუბრობს და რა არის ეს საჯარო სამართალი, ანუ და ეს კერძო სამართალზე რა თქმა უნდა ცალკე გვექნება მე საუბარი, ასე ვთქვათ, კერძო სამართლის უფრო მეტად სპეციალისტები იქნება ჩვენთან სტუდიაში თუმცა მაგრამ თქვენთან აი საჯარო სამართლის შესახებ მისი ფასეულობები, მისი ასე ვთქვათ, რაზე დგას საჯარო სამართალი, ხო? ჩვენი იურისტები ვამბობთ ხოლმე რომ აი რაღაცა ვერტიკალური პრინციპი გააჩნია, ხო, ურთიერთდაქვემდებარების კომპონენტები ან რაღაც ეს ძალიან რთული არის ახსაქმელად მაყურებლისთვის და თუ შეიძლება რომ საჯარო სამართალზე რამოდენიმე სიტყვა ვთქვათ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ასე ვთქვათ, თუ ცოტა არ ვთქვათ, ახალგაზრდები ყოველ შემთხვევაში მონდომებულები არიან სახელმწიფო სამსახურში, მაგალითად ემსახურონ ქვეყანას და საჯარო სამსახურში წავიდნენ და ხშირად არის ხოლმე ლექციებზეც ასე ვთქვათ, დისკუსიებში და საჯარო შეხვედრებზე კითხვები ის კითხვები, რომლიდანაც იგრძნობა, რომ მათ ასე ვთქვათ, ფუნდამენტური დამოკიდებულება უფრო ცოდნა აკლიათ და შეიძლება მათ ან არ უთხრეს, ან თვითონ ლიტერატურაც არ არსებობს, ან ვთქვათ, ან თვითონ არ მოინდომეს, მაგრამ ამას უფრო ნაკლები მნიშვნელობა აქვს ალბათ, ხო? აი საჯარო სამართლის შესახებ რამოდენიმე სიტყვა რო გითხრათ. ზოგადად უმაღლეს სასწავლებლებში იკითხება ყველა საგანი, ხო? ბუნებრივად ეხება ყველა დარგს. ეს იქნება თქვა საჯარო მიმართულების, ეს იქნება კერძო მიმართულების, სისხლის თუ ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში თვითონ სტუდენტზეა დამოკიდებული, რომელ მხარეს აირჩევს და რომელი საგნები დაიტვირთება. არჩევითი არსებობს სავალდებულო საგნებიც და არსებობს არჩევითი საგნებიც. იმ არჩევით საგნებში მას შეუძლია იმ სპეციალიზაციის მიხედვით აირჩიოს საგნები, ახლა კონსტიტუციური სამართალი. თქვათ, სახელმწიფო მოწყობა, თქვათ, როგორი უნდა იყოს თვითმმართველობის საკითხებზე. ეს განეკუთვნება საჯარო სამართლის მიმართულებას. ეხლა საქართველოში ცოტა რთულად მოხდა ჩვენ მაყურებელს ყურში ალბათ ესეთი სიტყვები, იმიტომ რომ მე სტუდენტობის დანვე არ მომწონდა მახსოვს ეს მოწყობა, თვითმმართველობა, მაგრამ მე ნელ-ნელა მივეჩვიდე, ბუნებრივია, ხო, არა, მე ვამბობ, შის დგომას არ მოგწონს, მაგრამ სპარამოსავლე არის. აქ არის ერთ საინტერესო რამ, რომ როდესაც საუბრობთ ამ საჯარო სამართალზე, მაგალითად ჩვენთან შეიქმნა ახალი დარგი, შეიძლება ასე ითქვას, საბჭო სამართალი. ეს საინტერესოა, მე ამის შესახებ არის საჯარო სამართლის მიმართულება. საპოლიციო სამართალი. ბუნებრივია, ახლახანს იქნა მიღებული პოლიციის შესახებ კანონი, რომელიც არის ერთ-ერთი საუკეთესო. დიახ, იბატონო, მე თვალისწინებს გარკვეულ, ისე ვთქვათ, ისეთ ნოვაციებს, რომელიც მანამდე არ იყო, ვთქვათ, პოლიციის შესახებ კანონში. დიახ. და ჩვენთან თქვათ აკადემიაში არის სამაგისტრო პროგრამა, სადაც ისწავლება სწორედ საპოლიციო რეგულირების სამართალი. ბატონო რამაზ, ეს არის სამაგისტრო პროგრამა. კანონიდან ხა თქვენ ახსენეთ კანონი პოლიციის შესახებ. რატომ უწოდეთ თქვენ საპოლიციო სამართალი? ანუ გარდა კანონისა პოლიციის შესახებ იქ რაიმე სხვა წესები, სხვა აქტები, სხვა რეგულაციები არსებობს კიდევ? ანუ სამართალი ხომ დარგია, მე მაყურებლისთვის მინდა ამიტომ მიყოს გასაგები. ფიქრობთ და ზოგადად ესეთი საკითხია, რომ საპოლიციო სამართალი ამ შემთხვევაში არ გულისხმობს მარტო პოლიციელისთვის ან პოლიციის მუშა, ასე ვთქვათ, პოლიციელობის კანდიდატისთვის ისეთი საკითხების შესწავლას, რომელიც ეხება თქვათ სისხლის სამართალს ან ადმინისტრაციულ სამართალდამოვართა კოდექსს ან ამ საკითხებს. არამედ აქ არის საუბარი იმ საკითხებზე, თუ როგორი უნდა იყოს ხელმძღვანელი პოლიციის სისტემაში. როგორ უნდა მართოს მან თქვათ სისტემა. რა პრინციპებზე უნდა იყოს ანუ უფრო ფართო მასშტაბის არის, ვიდრე თქვათ რაღაც კანონი იყო, მაგრამ მას შეიძლება ამ შემთხვევაში ეს არ გამორიცხავს იმას, რომ თქვათ მას არ შეუძლია მუშაობა თქვათ პროკურატურაში. ბუნებრივია ის იმუშავებს პროკურატურაშიც, იმიტომ რომ ექნება ამის საკმარისი ცოდნა, მაგრამ ის რომ ეს არის საპოლიციო მიმართულება, ეს არ იყო მანამდე საქართველოში და აქ არის ესეთი საგნები, რომელიც საშუალებას აძლევს პოლიციის მუშაკს, ან თუნდაც იმ პირს, ვისაც სურს პოლიციაში მუშაობა, დაინახოს არა მისი როლი არა როგორც თვითონ რიგითმა პოლიციელმა, არამედ როგორც ხელმძღვანელმა, რომელიც გადაწყვეტს ამ თუ იმ საკითხს უფრო ფართო მასშტაბით. ეს იქნება პოლიციის მოწყობა, თუნდაც მისი როგორ უნდა იყოს სტრუქტურა, ვთქვათ, თუნდაც აი მარტივი რამ ავიღოთ, საქმეების განაწილება როგორ უნდა იყოს. თუნდაც სისხლის სამართლის საქმეები როგორ უნდა განაწილოს, ვთქვათ, ხელმძღვანელმა, ან იმ პირობისაც ეს ეწერება. აი ის სწავლა მიმდინარეობს და გარდა ამისა ყველაზე მნიშვნელოვანი არის პრაქტიკული უნარჩვევების შესწავლა.
ბატონო რამოს, სამწუხაროდ ეხლა პირველი ბლოკის ჩვენი დრო ამოიწურა, ეხლა ჩვენ გავდივართ ასე თქვათ რეკლამაზე და მე პატივცემულ ტელემაყურებლებს ვეთქვი რომ დაბრუნდნენ ისინი ჩვენთან ერთად, რამოდენიმე წუთში ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ეხლა და ცოტა შეიძლება მეტი ასე თქვათ ზღვარიც ვნახოთ, რატომ დავყავით რა იყო იურიდიულ საათში სამართალი და კანონი ასე ბლოკებად, დროებით, გემშვიდობებით, აბა დაგვიბრუნდებით ისევ ასე თქვათ რეკლამის შემდეგ. მაშ ასე დავბრუნდით იურიდიული საათი, ისევ გიორგი ტურეზაშვილთან ერთად, ჩვენი სტუმარი გახლავთ ბატონი რამაზ კვარაცხელია, რომელიც გახლავთ იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და პოზიცია მე არ დამისახელებია თქვენთვის, პოლიციის აკადემიის იურიდიული სკოლის დირექტორის მოადგილე, რამდენ სწორად გავაჟღერე მე სამართლის სკოლის უკაცრავად, თუმცა ეს იურიდიული საათი, იურიდიული, ამიტომ ასე ვთქვათ, გამიგრძელდა მე სამენით საუბარი. პატივცემულო ტელემაყურებლებო, ჩვენ გადავალთ ისევ ახლოთ ეს არის კანონი, რომელზეც მე შეგპირდით რომ სამართლის შემდეგ ვისაუბრებდით კანონზე, რუბრიკა ისევ სამართალი და კანონი გრძელდება ჩვენთან იურიდიულ საათში. თითქოს რაიმე განსაკუთრებული სხვაობა შეიძლება არ იყოს სამართალსა და კანონს შორის, მაგრამ არსებობს მდგომარეობები, რომელიც მოგცემს საშუალებას, რომ მივხვდეთ მათ შორის სხვაობას დანიშნულება არსი თუნდაც, არა მხოლოდ ის, რომ სამართალი არის დარგი. ამ კუთხით კიდევ ერთხელ ასე ვთქვათ მიმართავ ჩვენ სპეციალისტ ექსპერტს ამ თვალსაზრისით, იმდენად რამდენადაც მისი გამოცდილება და კვლევა და ასეთი ადამიანების საერთოდ იურისტების, თეორეტიკოსების, არა მარტო პრაქტიკოსის ბრძანდებით მე ვიცი, მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო ამ კუთხით მივიქცევდი ყურადღებას. მოდით კანონთან დაკავშირებით თქვათ რამოდენიმე სიტყვა დასაწყისში, ანუ ჩვენ მე ვიკითხე რა არის სამართალი. რა ვიცი, ისევ და ისევ აიიდან დავიწყებდი და რა არის კანონი და რა დანიშნულება გააჩნია მას. ჩვენ ვიცით რომ ქცევის წესების ერთობლიობა იყო სამართალი, თუმცა იგივე შეიძლება ითქვას კანონზეც, ხო? მაგრამ ჩვენ ვახსენეთ სიტყვა, მე მგონი ნორმატიული რაღაცა ესეთი იყო, ხო? აი ბუნებრივია, კანონის გახლავთ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტი. დიახ, ანუ რაღაცა წესებით ბუნებრივია და ამ კანონის მიღებაში საზოგადოება იღებს ძალიან დიდ ესე წვლილს, მონაწილეობს საზოგადოება. იმიტომ რომ ჯერ საზოგადოება ირჩევს ხელისუფლებას, სახელმწიფოს ამ შემთხვევაში ყალიბდება და შესაბამისად საზოგადოების დაკვეთა უნდა შეასრულოს ამ შემთხვევაში ხელისუფლება. და საკანონმდებლო ხელისუფლებაში მოგეხსენებათ რომ არიან ის ადამიანები, რომლებსაც ვირჩევთ ჩვენ. და შესაბამისად ისინი იღებულობენ და ყველაზე დიდი ლეგიტიმაცია ამ შემთხვევაში მათ აქვთ კანონის მიღების. არის ქვეყნები, სადაც კანონი მიიღება, თქვათ რეფერენდუმის გზით, მაგრამ ჩვენთან ესეთი კანონი არ არსებობს, ჩვენთან. რეფერენდუმი ტელემაყურებლისთვის რომ იყოს გასაგებია, დიახ, გამოკითხვა, კი ბატონო. ამ შემთხვევაში ქვეყანაში საზოგადოების საყოველთაო გამოკითხვა რაღაც საკითხთან დაკავშირებით. ამიტომ, ანუ მაპატიეთ, ქცევის წესების მიღებამდე ამ ქცევის წესების ერთგვარ პროექტს ეკითხებიან ეკითხება საზოგადოებას, ხო? ზოგადად თუ რომელიმე კანონის მიღებასთან გვაქვს საქმე, წესით უნდა ხდებოდეს მისი საჯარო განხილვა. ეს დიდ რესურსს მოითხოვს, მე მგონი. ბუნებრივია, რესურსს მოითხოვს, მაგრამ მე არ იქნება ის პრობლემები, რომ თქვათ არის კანონში რაღაც უზუსტობები. არის უზუსტობას მე ვგულისხმობ არა თქვათ ტექნიკური ხასიათის უზუსტობას, თუმცა ასეთის ბევრია და შეიძლება ერთი მაგალითი მოვიყვანო უცებ აი ამ შემთხვევაში. აი მაგალითად შემიძლია გითხრათ ქურდობა 177 მოხდა და იქ წერია ესეთი რაღაცა ქურდობა, ანუ იგივე ქმედება ჩადენილი მაგისტრალურ მილსადენში არსებული გაზის ან ნავთობის მიმართ. ეს არის ახლა ბუნებრივია გაზის ან ნავთობის მიმართ ჩადენილი ქურდობა, ბუნებრივია ხო, გასაგებია ტრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ და ასე შემდეგ. აქ არის საუბარი სატრანსპორტო საშუალების ან მისი ნაწილის დაუფლებაზე ფარულად. დიახ, ანუ ის არასულიერი ობიექტია, ანუ გადმოიცეს გასაგებად. ეხლა არის კატეგორია, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ ასე ვიწროდ არ უნდა უყუროთ ნორმას. დიახ. ხომ მივხვდით ეხლა რაზეა საუბარი და რა საჭიროა თქვა ამის ესე დაკონკრეტება, რომ აი მაინც და მაინც მის მიმართ. დიახ, მაგრამ საზოგადოება, მაგრამ მეორე მხარე აქ ამას. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ სწორად წერას. ანუ საზოგადოებისთვის უნდა იყოს გასაგები. დიახ, ეს არის თავი. თუმცა ეს არის შემთხვევები, როდესაც სამართალში ნორმის ინტერპრეტაცია ხდება სხვადასხვანაირად. დიახ. და ნორმა, რომელიც ამ შემთხვევაში კანონის სახეზღებულობს შემდგომ, უნდა იყოს ცალსახად გასაგები და მისი ორნაირად განმარტების მე მგონი აქ პრობლემაა და ტელემაყურებელს დამეთანხმება, რომ
ჩვენ კოდიფიცირებულ, ასე ვთქვათ, ისევ აი იურიდიული ტერმინი გამოვიყენე, ანუ ჩვენ აი ამ ქცევის წესებში, რომელიც შეკრებილი არის, ვთქვათ, თუნდაც ისკრის სამართალი, სამოქალაქო სამართალი, შეიძლება ითქვას, ბევრი თუ არა ნაწილი გაუგებარია მათთვის ზოგჯერ და ასე ვთქვათ, ამიტომაც მიმართავენ ხოლმე. ერთი მხრივ შეიძლება ამას, ასე ვთქვათ, ადვოკატებისთვის კარგი იყოს, იმიტომ რომ თუ ყველამ გაიგო კანონი, მაშინ ადვოკატს კი ბატონო, გასაგებია, ანუ ეს როგორც არაერთმა სპეციალისტმა ჩვენ ამით პურს ჭამთო, ხო, ამაზე ალაპარაკი, კი ბატონო. ეს შეიძლება იყოს, მაგრამ არა, თუნდაც ლექციის დროს, როდესაც მაღალფარდოვანი სიტყვებით მიმართავ აუდიტორიას, თუ კი აუდიტორია მას ვერ იგებს, ეს უკვე პრობლემა არის პედაგოგის. პედაგოგმა ყველანაირი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ თანდათან მოახდინოს თავის მის მიერ გადმოცემული მასალის მიწოდება ამ წრისთვის, ვისაც ეს ლექციას უკითხავს. რაც შეეხება ამ შემთხვევაში, მე ახლა ავწვდი გზას და კანონს რაც შეეხება, ამ კანონის მიღების პროცედურებზე ვისაუბრეთ, ზოგადად ცხადია ვინ იღებს და როგორ ხდება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ კანონი უნდა იყოს სამართლიანი. აი ეს არის ძალიან საინტერესო თემა, იმიტომ რომ სამართლიანი არ არის, მაშინ უკვე პრობლემა არის. შეიძლება ასეთი იყოს, ხო? ბუნებრივია, ჩვენ გვახსოვს, ესე ვთქვათ, ნაცისტური გერმანია, გვახსოვს. დიახ. მე ისე ვამბობ, ხა თითქოს თანამედროვე იყო ამ სიტუაციას, ანუ ტელემაყურებლისთვის მინდა რომ კიდევ ერთხელ განვმარტო უკაცრავად ბატონო რამას, ანუ კანონი არ ნიშნავს იმას, რომ ეს კანონი ყველა შემთხვევაში სამართლიანია. ანუ კანონები არსებობდა, რომელიც სამართლიანი. ხაც არსებობს. ხა მე პირადად არ მახსენდება ამ შემთხვევაში, მაგრამ სჭირდება კვლევა, დიახ, რომელი არის სამართლიანი და რომელია უსამართლო. ხშირ შემთხვევაში უსამართლო კანონები იწვევს ხოლმე საზოგადოების გარკვეულ თუ შეიძლება აქაც ვისაუბროთ, რას ნიშნავს უსამართლო კანონი? ანუ აი უსამართლო, აი მაგალითად ადამიანს აქვს ბუნებით მინიჭებული უფლება, რომ მას აქვს საკუთრების უფლება, თქვათ. დიახ. მას აქვს სიცოცხლის უფლება. დიახ, კი ბატონო. რო გამოვცეთ ახლა ჩვენ კანონი, რომ სიცოცხლის ანუ საკუთრების უფლება არ არის აღიარებული საყოველთაოდ, თქვათ, ან აღიარებული თქვათ და ან სიცოცხლის სიკვდილით დასჯა იყოს, თქვათ, იყო ჩვენთან. დიახ, იყო, კი ბატონო, იყო. და ბუნებრივი ეს კანონი არსებობდა, მაგრამ ეს მე ვერ ჩავთვლი ამას, რომ ეს იყო სამართლიანი კანონი. იმიტომ რომ აქ არის უკიდურესობა ერთი. დიახ. ჩვენ შეიძლება ვიღაცამ მკვლელი დავსაჯოთ სიკვდილით ამ შემთხვევაში და ვთქვათ, რომ ეს არის სამართლიანი. პროპორციული შეიძლება. მაგრამ არსებობს მეორე საფრთხე. დიახ. გამოძიების მიმდინარეობის პროცესი რამდენად არის სწორად დასული და არის თუ არა ეს ის პირი მართლაც ვის ანუ შეცდომაზეა ლაპარაკი, რომელიც შეიძლება ძალიან ბევრი შემთხვევა ხა მაგრამ რუსეთში იყო შემთხვევა. ანუ ბრწყალებში ჩვენ შეიძლება მოვკლათ ადამიანი კანონით ძალით და ის შეიძლება არ იყოს ის. კი, რუსეთში იყო შემთხვევა, როდესაც სერიული მკვლელს ეძებდნენ. 5-6 მკვლელობა იქნა ჩადენილი და გასამართლა 2 თუ 3 ადამიანი და 3-ვე დახვრიტეს. და მე გამოვლინდა რომ პოლიციის თანამშრომლად ჩაიდინეს დანაშაული. ანუ არ იყო მათ ჩადენილი. და როცა პროცესზე დაუსვეს კითხვა გამომძიებელს რომ რას აკეთებდით თქვენ? დიახ. ამ შემთხვევაშიო პასუხი იყო ასეთი რომ რა არის მე მშენებელმა რო ააშენოსო ხიდიო აღარო ჩაინგრესო რა. დიახ, გასაგებია. მიდგომას ძალიან კარგი დიახ. მიდგომა ბუნებრივია. ჩემთვის პირადად და ჩვენი მენტალიტეტის მქონე ადამიანისთვის მიუღებელია აბსოლუტურად. ანუ ჰამურაბის კანონები თუ არ ვხდები ახლა ეს გამომძებელს უნდა დავხვრიტოთ. ბუნებრივია, იმიტომ რომ მან ის ხალისინეს ასეთი ქმედების ჩადენა დახვრიტავს და დაიხვრიტოს. დიახ. ეს არ არის სამართლიანი. ანუ ტელემაყურებლისთვის სწორედ ეს არის, რომ კანონი აი ასეთი მაგალითის იდეალურ მადლობა მაგალითისთვის იმდენად რამდენადაც ასეთი მაგალითის შემდეგ შეგვიძლია ჩვენ დაუკვირდეთ, რომ კანონი არ არის სამართლიანი. აი ასეთი კანონი არ არის სამართლიანი. უფრო ფილოსოფიაში, ასე ვთქვათ, რომ არ გადავიჭრათ და ფასეულობებს არ შევეხოთ, მარტო აი მაგალითებიც იძლევა საშუალებას, რომ კარგად გავერკვიოთ. იცით რა მინდა ვიკითხო თქვენთან ასევე და ვისაუბროთ რატომ შეიძლება ადამიანები მაგალითად ცდილობდნენ რომ კანონს გვერდი აუვარონ ანუ ეს შეიძლება ცოტა ფსიქოლოგიური საკითხიც არის მაგრამ იურიდიული კუთხით საინტერესოა იმიტომ რომ არსებობენ ადამიანები რომლებიც მაშინაც ვახსენე კანონს გვერდს უვლიან ანუ უფრო მარტივად თუ არ ვიცი შეიძლება ეს წესები და ეს ასე ვთქვათ დადგენილი ნორმები ან არიციან ან არ აინტერესებთ თუ ან არ ასე ვთქვათ რისკებსაც კი არ უყურებენ მათი დარღვევის შემთხვევაში ხო რა შეიძლება მოდენ პრევენცია ვახსენეთ ხო პრევენცია ტელემაყურებლისთვის რო ვთქვათ ანუ მისი ასე ვთქვათ აღკვეთისკენ მიდრეკილებას და მიმართულებას ხო გაფრთხილება და აღკვეთა დიახ და რას გვეტყოდით თქვენ თუ შეიძლება ეს იყოს ჩვენს კომპეტენციაში იურისტების თქვენ კომპეტენციაში
რომ რატომ შეიძლება არიდებდნენ თავს კანონს ადამიანები. ეს თვითონ დამნაშავების საკითხი თუ ასე მიუდგებით თქვა ამ დიახ, ალბათ ასე უნდა დამღვევი. ხო, დამღვევი, ნუ ყველა დამნაშავე ბუნებრივად ვერ იქნება, თუ კი ის არღვევს სხვა ადმინისტრაციულ სამართალდამღებთა კოდექსის მოთხოვნას, ის იქნება ადმინისტრაციულ სამართალდამღები, ან გადასტომის ჩამდენი და ნუ ყველა დამნაშავეს ვერ ვეძახით ჩვენ ბუნებრივია. მაგრამ ზოგადად საზოგადოებაში ტელემაყურებელთვის ერთ და იგივეა, შეიძლება არაიურიდიული ტერმინია, იმიტომ რომ არაიურიდიული კუთხე ხაზი გადაკვეთა და მან დანაშაული ჩაიდინა. კი ბატონო. მაგრამ ამ შემთხვევაში ბუნებრივია ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ ერთ გარემოებას. თვითონ ამ ქმედების ჩადენაში არის უამრავი მიზეზი, უამრავი საფუძველი. ამის კვლევა მიმდინარეობს, უამრავი ნაშრომია ამაზე, თქვათ და ესე მარტივად იმის თქმა თუ რატომ დაარღვია კონკრეტულმა პირმა, ასე თქვათ და რატომ ურჩევნია რომ გავიდეს ფონდს ამ შემთხვევაში. ეს ძნელი სათქმელია ამ ეტაპზე, მაგრამ შეიძლება მარტივად ითქვას რა, რომ თუ კი სამართლით, ანუ კანონით მოწესრიგებული ურთიერთობა მისთვის ხელსაყრელი არ არის, ის ცდილობს გვერდი აუაროს კანონს. აი მაგალითად შეიძლება ასეთი რამ მოიყვანოთ. თუ კი პიროვნებამ ასესხა ვინმეს ფული, ან მის მიმართ განხორციელდა რაღაც ძალადობა და ამის ჩაწერა მოახდინა მან თქვათ ფარულად, ეს მტკიცებულება შეიძლება მან ვერ გამოიყენოს სასამართლოში. იმიტომ რომ არის ფაულად მოპოვებული და გარკვეული წესები არის დარღვეული, ხო? ანუ მანდატ წესებია დარღვეული ამაზეა ლაპარაკი. ამ შემთხვევაში რა წესებია დარღვეული ბოდიშვილი ანუ იყო იმ კანონში იყო ესეთი მოთხოვნა რომ პიროვნებას ჰქონდა უფლება თუ კი მის მიმართ ხორციელდებოდა ძალადობის ესე ვთქვათ ძალადობის მსგავსი ქმედებები ან შანტაჟი ან ვთქვათ ჩაიწერდა ამას და მე წარადგენდა შესაბამის ორგანოებში, მაგრამ თუმცა ეხლა ამბობენ რომ საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებით ეს ცნო არაკონსტიტუციურად და ბუნებრივია ამას მტკიცებულების სახით ვერ გამოიყენებს. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ ვერ ამტკიცებს სასამართლოში უარი უთხრეს ამ საკითხს დასაწყვეტად და დაბარებაზეც და აბსოლუტურად არ არის გაუწევდა იმედები შეიძლება და მიდის მე ვიღაც ადამიანთან რომელიც ამ საკითხს აგვარებს ძალიან მარტივად